მშვენიერი დღეს დაიბადა ძალიან კარგი ტრენდი საქართველოში, ქართულ ქალმეღვინეთა მოძრაობა. ქართული ქალი ყოველთვის იდგა ქართული კულტურისა და სულიერების საწყისად და მე მგონი აქაც ძალიან უნდა გავუმართლონ ქვეყანას ულოცავად ამ მოძრაობის წამოწყებას და ძალიან ბევრ წარმატებას უსურვებთ. ვარ ბოლნისში, სად უნდა დაიწყოს ეს ყველაფერი თუ არა ბოლნისში, სადაც სოფლიოში პირველი მეღვინეობა და ქართული კულტურის აკვანია ფაქტიურად დაწეული. კიდევ ერთხელ ყველას ულოცავ აი ამ დიდ დამოწყებას და ძალიან ბევრ წარმატებას ჩვენს ქალებსაც, ჩვენს კაცებს და სრულიად საქართველოს. მე წარმოვადგენ მამისეულ მარანს, რომელიც გახლავთ მცირე საოჯახო მეღვინეობა და მდებარეობს ხატის სოფელში, ბოლნისში. ეს არის მცირე მარანი, სამი დავაგრძელებთ მამის ტრადიციას მეღვინეობაში და ვცდილობთ, რომ ბოლნისის მეღვინეობის ტრადიცია გავაცნოთ როგორც ქართულ მომხმარებელს, ისე მსოფლიო მასშტაბით. ასოციაცია ქალები ღვინის ინდუსტრიაში მოიცავს ქალბატონებს საქართველოს ყველა კუთხიდან. და დღეს ჩვენ ვსტუმრობთ ბოლნისის რეგიონს და ჩვენ ვცდილობთ, რომ გავეცნოთ საქართველოს ყველა რეგიონს, მოვინახულოთ ჩვენი ასოციაციის წევრების სხვადასხვა რეგიონი, გავეცნოთ იქაურ მარნებს, დავაგემოვნოთ იქაური ღვინოები და რაც შეიძლება მეტი ცოდნა მივიღოთ ქართული მეღვინეობის შესახებ. მონასტერში გვაქვს მარანი, გვაქვს ბოლნისის ქაწითელი, საფერავი, შავკაპიტო, ასევე გვაქვს კახური ხიხვი, ქისი, ბორული გვაქვს კიდევ ასევე და ვცდილობთ, რომ ყველა კუთხეს შევეხოთ და ყველა კუთხის ის რაღაც მეღვინეობა, ის რაღაც ტრადიცია, რაც ძველი იყო, რაც ყოველთვის გააჩნდა, ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენც ისევე გქონდეს და განვაგრძოთ. დღეს ძანდებიან რამდენიმე კუთხისგან მობრძანებული სტუმრები, როგორც ბოლნისიდან, ასევე კახეთიდან, ასევე რაჭიდან, ასევე იმერეთიდან, რომლებიც მეღვინეები არიან. ამ ქალბატონებს ვუსურვებ, რა თქმა უნდა, წარმატებას, ღვთისშეწევნას, ლოცვას, ღმერთმა შეაძლებინოთ. ეს საქმე არის ღვთიური, ეს საქმე არის სიყვარული, ეს საქმე არის სიკეთე, ეს საქმე არის ყველა კეთილი და კარგი ადამიანის და ყველა ქართველი ადამიანის საქმე და ღმერთმა შეაძლებინოთ საუკეთესო ყოველთვის და მუდამ და მარადის. ეს განსაკუთრებული დღეა ბოლნისში. ერთმანეთთან დამეგობრდა ორი ასოციაცია, ასე ვთქვათ, ეს არის ღვინო ბოლნისი და ქალები ღვინის ინდუსტრიაში. და ჩვენ ბედნიერები ვართ დღეს, რომ ესეთი კოლაბორაცია მოხდა და გადავწყვიტეთ, რომ ეს დღე ყოფილიყო ტრადიციული, ყოველ წელს გაიმართება ბოლნისში ესეთი შეხვედრა. მოვეფეროთ ერთმანეთს, გაუზიაროთ გამოცდილება ერთმანეთს. ჩვენი მიზანია, რომ ეს ერთიანობა, მეღვინეების ერთიანობა, მცირე საოჯახო მეღვინეთა ერთიანობა დავანახოთ მთელს ქვეყანას, ღვინის საზოგადოებას. ამით ჩვენ გვინდა უთხრათ, რომ ერთიანობაზე ძლიერი არაფერი არ არის ამ ქვეყნად. ჩვენ გვინდა დავანახოთ და გაუზიაროთ ერთმანეთს რეგიონალური ტრადიციები.